მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა, დაცისათა და წმინდისა სულისათა. ფსალმუნი მე-14. უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმინდასა შენსა. ბასილი დიდი. კარავი ღვთისა ეს არის მეგობრებო წმინდა ეკლესია. და მხოლოდ სულიერად განწმენდილი დაიმკვიდრებს მასში. წმინდა იოანე ოქროპირი ეკლესიაში ყოფნა გარედან არაკმარა, ხო? ვინც ზეციურია მთის თანამგზავრი უნდა იყოს. ესე იგი, უნდა გარიწმინდოს სულითა და სხეულით. ათანასე დიდი ამბობს, მთაზე დამკვიდრება ნიშნავს ზეცაში დამკვიდრებას. ამის ღირსი მხოლოდ ის არის, მეგობრებო, ვინც ღმერთს მთელი გულით ემსახურება. კასიანე რომაელი ასე ამბობს, გამარტავს ამ ფსალმუნის პირველ მუხლის სიტყვებს, რომ კარავი ღვთისა ეს არის ციური სავანე, მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც ესე იგი დაამარცხა ცოდვები, გულისთქმები და ასე შემდეგ, ებრძვის ასევე მათ. შემდეგი, რომელი ვიდიდის უბიწო და იქ მოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინათვისსა. ბასილი დიდი. ნახეთ, ესე იგი უბიწო ცხოვრება გულის სიწმინდეს ნიშნავს, მეგობრებო, სიმართლე ღვთის ნების დაცვად. ჭეშმარიტება ამბობს იოანე ოქროპირი გულში ეს არის სიცრუისგან გათავისუფლება, სულიერი მდგომარეობა, ხო? ესეთი ჩვენი. ათანასე დიდი ასე გამარტავს, სიმართლის მოქმედება არის სარწმუნო მოქმედებაში, გამოვლენილი არა სიტყვით, არამედ საქმით. შემდეგი, რომელმან არა ზაკვა ენითა თვისითა და არცა უყო მოყვასა თვისა ბოროტი და ყვედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. ესე იგი, ენის ცოდვა ძნელი შესამჩნევია, ხო, მაგრამ ღრმა ზიანი მოაქვს. ენით უნდა ვადიდოთ ღმერთი, არა ზაკვით. იოანე ოქროპირი, ენა უნდა ემსახუროს სიყვარულსა და სიმართლეს, არ დაიშვას მეზობლის დაჩაგვრა სიტყვით. აი ასე. წმინდა ათანასე. მეზობლის სიყვარული და ენით სიწმინდე ერთდროული სავალდებულოა. უამისოდ ადამიანი არ არის ღვთისთან ახლოს, ღმერთთან. კასიანე ამბობს, ენა მახვილზე საშინელია, მეგობრებო, თუ იგი უსიყვარულოდ მოქმედებს. ვისაც ძულს ცილის წამება, ის ჭეშმარიტად უფლის გზაზე დგას. უფლის გზაზე დგას. შემდეგი, შეურაც არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს, რომელი ეფუცოს მოყვასსა თვისსა და არა ეცრუოს. ნახეთ, ბასილი დიდი ასე გამარტავს სიტყვებს, რომ ღვთის მოშიში მისთვის ძვირფასია, ხოლო ბოროტი ზიზღის საგანი. არა შურისძიებით, არამედ სიმართლის მიხედვით. წმინდა იოანე ოქროპირი, ფიცის დარღვევა მძიმე ცოდვაა. მართალი ადამიანი სიტყვაშიც მტკიცეა, სიტყვაშიც. მოყვასის ფიცი, ანუ პირობა, ხო, პირობა წმინდაა უფლის წინაშე. მის დარღვევაში მოწმდება ადამიანის ნდობა. წმინდა კასიანე, ვინც სიტყვას ინარჩუნებს, ის თავად ქრისტეს მსგავსია, რადგან უფალის სიტყვაა და თავად არის ჭეშმარიტება. დილადასია. შემდეგი მეგობრებო, ეს არის მეხუთე და ბოლო მუხლი.
ვეცხლი მისი არა მისსა, აღნადგინება და ქრთამი უბრალოსაზე და არა მოიღო, რომ მაყოს ესე იგი არა იძრას უკუნისამდე. ესე იგი ბასილი დიდი ნახეთ, ვეღს გაწუდეს ფული, ესე იგი ბოროტი სარგებლობის წყაროა. მართალი ადამიანი სიმდაბლით უარს ამბობს ასეთზე. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ ქრთამის აღება ღვთის სამჯავროზე გადასაწყვეტი, ესე იგი ვინც მას არ იღებს, ხო დიდნი არიან ზეცაში, ასე ვთქვათ. წმინდა ათანასე სიმდაბლე და უარსაყოფი, ხო, ესე იგი ანგარება განამტკიცებს ადამიანს და განუხრწნელად, ესე იგი არჩევს გზას ღმერთისკენ. ესე იგი ვინც არ იზრვის, ეს ნიშნავს, რომ სულიერად მყარია. ღვთის გზაზე მდგარი სიმტკიცით დგას თუ ხორციელ სარგებელს უარყოფს. ასე არის, მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, მოიწოდეთ ვიდეო თუ მოგეწოდათ, მინდა გთხოვოთ ასევე, რომ გაუზიაროთ ჩვენს ემიგრანტებს, და მეტმა ადამიანმა გაიგოს ღვთის სიტყვა. ასევე თქვენ იცით, რომ ჩემს YouTube არხზე არის ბევრი საინტერესო სულისთვის სასარგებლო ვიდეოები, ასევე რა თქმა უნდა არის წმინდა წერილი, ბიბლია, ახალი აღთმა და ძველი აღთმა, ფსალმუნები და მე მაქვს ესეთი, ესე ვთქვათ, უცნება, რომ არ ვიცი ეს რამდენი ხანი და დრო დაჭირდება ამას, რომ მთელი ბიბლია, მთელი თლიანი ბიბლია, ძველი აღთმა თავისი წმინდა მამების გამარტებით, რამოდენიმე წმინდა მამების გამარტებით, რომ ავტვირთო YouTube-ზე, კარგ მარტივ ენაზე, გასაგებ ენაზე, რომ კარგად ახმადი იყოს, ადამიანმა კარგად გაიგონ და რა თქმა უნდა, ახალი აღთმა, ხო, მთლიანად ახალი აღთმა, თავისი პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ასე შემდეგ. მოციქულთა საქმე გამარტებით, რა თქმა უნდა, და გაუზიარეთ, ამიტომ მეგობრებო, თხოვნა მაქვს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს და გამოიწერეთ არხი, რომ არხს ეს დაეხმარება, დამეხმარებით მე დაეხმარება არხის განვითარებაში, არხი უფრო განვითარდება და უფრო მეტი ადამიანი, ჩვენი ემიგრანტი, ან ესე იგი ჩვენი უსინათლოები, ადამიანები, ქართველები მოისმენენ ღვთის სიტყვას და მეწმუნეთ ეს თქვენს შეიტანთ დიდ წვლილს ამ დიდ საქმეში. ღმერთმა მომცეს ძალა, რომ ეს ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე და ღვთის დახმარებით, უფლის შეწევნით, რა თქმა უნდა, და ეს უნდა მივიყვანო ბოლო. მე ვზნობ თქვენ მხარდაჭერას, თქვენ კომენტარებში ვხედავ და მინდა თითოეულ თქვენგანს გადავუხადო ესე იგი უღრმესი მადლობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვლადიმერი ქვია მე, ვლადიმერი და ილოცეთ, მომიხსენიეთ ლოცვებში მე, ვლადიმერი და რომ ეს საქმე, ესე ვთქვათ, ბოლომდე მივიყვანოთ. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ილოცეთ, მეტი სიყვარული გქონდეთ, მეტი სინანული, თავდაბლობა, გაიღეთ მოწყალება და დაეხმარეთ და გიყვარებდეთ ადამიანები. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ამინ.